დიაგნოზი ძალიან გვიან გავიგე სამწუხაროდ. იქამდე იყო დიდხნიანი ტკივილი, რომელსაც ჯერ პირველი პერიოდი ვმალავდი მე, იმიტომ რომ ცეკვაზე დავდიოდი და ცეკვა ძალიან მიყვარდა და მიყვარს ახლაც. საიდამდე შევძელი იქამდე ჯერ მევმალე დაახლოებით 6 თვის განმავლობაში. და მე შემთხვევით დედამ დამინახა როგორ ვკოჭლობდი. მაგ დროს მეგონა რომ დედა სიძინე და თურმე არ სძინებია. ესე გამოაშკარავდა მოკლედ ჩემი ფეხის ტკივილის ამბები. იმიტომ რომ მივედით უშუალოდ კლინიკაში, რამდენიმე კლინიკაში ვიყავით საქართველოში, გავიკეთა ბიოპსია ჩვენთან, თუმცა პასუხი არ ვიცოდით რა იყო. ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა 6 თვე. გამში თითქმის 1 წელიწადი გამოვიდა რომ დავკარგე საერთოდ არაფერში, ჯერ მევმალე, მერე დიაგნოზი ვერ დაისვა და ძალიან გართულებულ მდგომარეობაში წავედი პირველად თურქეთში. თურქეთში გავიკეთე უკვე მესამე ბიოპსია და ბიოპსიიდან გაკეთებიდან დაახლოებით 2 კვირაში უკვე ვიცოდით დიაგნოზი. ჩვენ საქართველოში ვიყავით ჩამოსულები და პასუხი გვითხრეს ოსტეოსარკომა, ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც არ აქვს სტადია.